და ხდება საოცრება. ღმერთი, რომელიც არის ტრანსცენდენტული, მაგრამ ამავე დროს პერსონარი, პიროვნული არსებაა, სამპიროვნული არსება, მეორე პიროვნებას თავის თავში შემოყავს ადამიანური ბუნება ქალწულ მარიამისაგან და ღმერთსა და ადამიანს შორის საზღვარი აღარ არსებობს. იმიტომ რომ ეს საზღვარი არის პიროვნება, რომელიც არ არის საზღვარი. ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის ისეთი სიახლოვე შედგა, რომელიც გონებრივად არის წარმოუდგენელი. და მე-4 საუკუნის სოფლიო კრებაზე წმინდა მამებს დაჭირდათ განსაცვიფრებელი თეოლოგიური ფორმულის გამოყვანა, სადაც ჩანს, რომ თან ერთად არის და თან შეურევნელია და თან განუშორებელია და ანუ მარადის ერთად იქნება, ერთმანეთს არ შეერევიან, მაგრამ განუყოფლებიან, მათი დაშორება შეუძლებელია, მარადიულად ეს ასე იქნება. და აი ამ ერთობამ განაპირობა სრული გამდიდრება საღვთო ენერგიებით ადამიანური ბუნებისა და განღმრთობა ადამიანური ბუნებისა და ეს განღმრთობილი ადამიანური ბუნება თან ჩვენნაირია და თან განღმრთობილია. ოღონდ ჩვენერი რო არის, ეს ნიშნავს ტრანსცენდენტული ვახსენე, აბსოლუტურად მიუწვდომელი. მეორე სიტყვა ამის საპირისპირო ფილოსოფიური, ესე იგი იმანენტური. ანუ ჩემთვის შესაძლებელი გახდა ეს ადამიანი განღმრთობილი დავინახო, შევხედო, შემომხედოს, მითხრას, გავიგო და უთხრა. და მე რო არ ვიცი ღმერთი როგორია და რა თვისებები მას შეიძლება გქონდეს, თავისი ადამიანური ცხოვრებით დამანახოს, არა მხოლოდ ადამიანი რომ არის, რომ მოშვიდა და შეჭამა და დაიღალა და დაიძინა, არამედ დამანახოს ღვთაებრივი თვისებებიც. და საოცრება, ღვთაებრივ თვისებებში ყოვლის შემძლეობა ჩანს, რომ ხო წყალზე გაიერა, 4 დღის გახსნელი მიცვალებული აღადგინა და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთი საოცრება ის არის, რომ ისეთი თვისებები გამოავლინა და ჩემს სავალდებულოდ მაჩვენა, რომ ეს მივიღო და გავითავისო, როგორც არის თავდაბლობა, როგორც არის სიმშვიდე, როგორც არის ღვთისნებისადმი მორჩილება, როგორც არის აბსოლუტური გულმოწყალება, მიმტევებლობა, სიყვარული, მოთმინება და თურმე ეს თვისებები, რომელიც ზოგადად მე ვხვდები, რომ ადამიანს ამშვენებს, როგორც ასეთი, თურმე საღვთო თვისებები ყოფილა, რომელიც ჩემს სავალდებულოდ მიჩვენა და გვითხრა, რომ ჩემგან ისწავლეთ და ასეთები უნდა იყოთ. მე აღმოჩნდა ისიც ქრისტიანულ ღვთისმეტყველებამ ასწავლის, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია ადამიანისგან და იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, ადამიანური ბუნება, რომელიც მან განახლო, ამ ადამიანურ ბუნებას მიზიარებს. მე ადრეს გითხარით, რომ ტექნიკური შედარებაა და ძალიან არასასიამოვნოც, მაგრამ რაღაცა ტექნიკური ტვინისათვის ცოტა გასაგებია, რომ აი ძლიერი მაგნიტი რო ავიღოთ რკინა, რომელიც არ არის მაგნიტი, როგორც კი ამ მაგნიტს მივადებთ, ეს რკინა მაგნიტის თვისებებს იძენს და თუ აქ დაბლა კიდე რკინები ეყრება და ეს უკვე მაგნიტის თვისება შეძენილი რკინა იმ პატარა რკინებს მიედება, ისინიც მაგნიტის თვისებებს შეიძენენ. ანუ ყველა ბერე ეს რკინა ამის ჩათვლით იძენს აი ამ მაგნიტის თვისებებს. ანუ ღმერთის თვისებებს იძენს ადამიანი, რომელიც ადამიანური ბუნება, რომელიც ღმერთის პიროვნებაში შეუერთდა ღმერთს და ჩვენ ყველანი შეერთებული საიდუმლოებრივად ქრისტეს ადამიანურ ბუნებასთან ვიძენთ ღვთაებრივ თვისებებს. და უმთავრესი ეს ღვთაებრივი თვისებები არის თავდაბლობა, როგორც გითხარით, სიმშვიდე, გულმოწყალება, სიყვარული, მიმტევებლობა, მოთმინება და ასე შემდეგ, რომელთაც დასტურდება, რომ შენ ხარ ქრისტიანი. გათავისებული გაქვს განღმრთობილობა. სასწაულით კი არ დასტურდება. შეიძლება სასწაული განუღმრთობელმა ადამიანმაც მოახდინოს, რატომღაც ღმერთმა დაუშვა, რომ მისი ხელით რაღაცა მოხდა. ეგ არის თვლებაც წმინდანობის ნიშნა. წმინდანობის ნიშანია თავდაბლობა, სიმშვიდე, მიმტევებლობა, გულმოწყალება, სიყვარულის უნარი, რომელიც ვლინდება ადამიანის მიმართ და ცეცხლოვანებაში, სარწმუნოებაში ქრისტეს ერთგულების თვალსაზრისით.